უკრაინის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ადგილას უკრაინაში წარმოებული შორმანძილზე მოქმედი დრონის გასაშვებად ემზადებიან. ამ კამიკაძე დრონებს 2000 კილომეტრამდე შეუძლიათ ფრენა. დრონის ოპერატორის თქმით, ამ დრონებით უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ გაანადგურონ რუსეთის სიღრმეში არსებული სამხედრო ობიექტები, რომლებიც რუსეთის არმიას სხვადასხვა სახით ეხმარებიან და სამხედრო აღჭურვილობითაც ამარაგებენ. ჩვენმა ქვეყანამ თანამედროვე ომის ისტორიაში ახალი ეტაპი წამოიწყო შორმანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა გქონოდა რაკეტები და თვითმფრინავები, თუმცა ვინაიდან არ გვაქვს ჩვენ შევძელით და შევქმნით უკრაინული წარმოების დრონი, რომელსაც იმავე დავალების შესრულება შეუძლია, რომლებსაც რაკეტები და თვითმფრინავები ასრულებენ. მე მჯერა რომ არ უნდა შევჩერდეთ და ეს საშუალებები მე პირადად მაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელო ბრძოლა, რომელსაც 11 წელია ვაწარმოებდით მტრის წინააღმდეგ. კმაყოფილებას ვგრძნობ იმის გამო, რომ კვლავ შეგვიძლია შეწინააღმდეგება და გვაქვს ისეთი იარაღი, რომლითაც ისევ შევძლებთ ბრძოლას. უკრაინის ყურადღება ახლა მიპყრობილია ქვეყნის შიგნით შორმანძილზე მოქმედი დრონების შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ეს იყო ის აუცილებლობა, რომელიც მას შემდეგ წარმოიშვა, რაც დასავლელმა მოკავშირეებმა აღარ მისცეს უფლება უკრაინას მათ მიერ გადაცემული შორმანძილზე მოქმედი შეიარაღებით იერიში მიეტანათ რუსეთში არსებულ სამიზნეებზე. კიევი სტაბილურად ავითარებს ამ შესაძლებლობებს. ამ დრონებს შეუძლიათ რუსეთის სიღრმეში შეღწევა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების განადგურება.